აბა, კარგად ისმის? მე მგონი არის. ისმის? ძალიან კარგი. ამ ბოთლზე მერე მოგიყვებით. ამას წინათ ჩვენ ვისაუბრეთ, ვინც წირვაზე იყო კვირა დღეს გუშინ. 7 ეფესელ ყრმაზე. გახსოვთ ამაზე რომ ვისაუბრეთ. ძირითადად შეიძლება უმეტესი თქვენგანი არის. ამიტომ მოდი ხელახლა მოვყვები ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, მე ცოტა რამ ფერისცვალებაზე ვთქვა და მე უკვე თქვენ შეკითხვებზე გადავალ. მესამე საუკუნეა მოკლედ. 350 წელი. ქალაქი ეფესო. ასეთი ქალაქი არსებობს ეფესო. იქ ცხოვრობდნენ 7 მეგობარი, 7 ყრმა ბიჭები. 7 ძმაკაცი, ესე რომ ვთქვათ. ისინი ქრისტიანულად ცხოვრობდნენ. ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობდნენ, ლოცვით ცხოვრობდნენ, მარხვით, ერთმანეთის სიყვარულით. აი როგორც ხო გახსოვთ წინაზე პანტელეიმონ კურნალზე რომ ვისაუბრეთ. როგორი იყო არა, როგორი ერთგული იყო ქრისტესი, როგორ გაჭირებულებზე ზრუნავდა, როგორ სიწმინდით ცხოვრობდა, რწმენით ცხოვრობდა და ესე თავდადებული ახალგაზრდა იყო და შემდეგ მოწამეობრივადაც აღესრულა ქრისტეს სიყვარულისთვის. ეს 7 ეფესელი ყრმაც აი ესეთები არიან. მოხდა ისე რომ ჩამოვიდა იმპერატორი მათ ქალაქში და ყველას მოსთხოვა, ეხლა მე ძალიან მოკლედ ვთქვი, ყველას მოსთხოვა რომ კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. სხვადასხვის დღეს ვის იხსენებაც არის წმინდა მოწამე პონტი, ასეთი წმინდანია და ის როდესაც პატარა იყო და ქრისტიანობის შესახებ შეიტყო. შეიტყო ისიც რომ კერპი აი რაღაც ადამიანის ხელით გაკეთებული კერპი, ქვისა იქნება, ხის იქნება თუ სხვა. ესე იგი დაფიქრდა იმაზე რომ რანაირად შეიძლება რომ ესენი ღმერთები იყოს, რომელთაც დაცვა სჭირდება. აი დაცვა სჭირდება ამ კერპებს, რომ არავინ არ მოიპაროს, არავინ არ დაამსხვრიოს, გესმით? თუ ამას ესეთი დაცვა სჭირდება, ის ჩვენ როგორ დაგვიცავს? ესეთი კითხვა გაუჩნდა და სრულიად საფუძვლიანის და ნელ-ნელა ის მერე შეიმეცნებს ქრისტიანობას, მოინათლება და საბოლოო ჯამში ქრისტეს სიყვარულის გამო მოწამეობრივად აღესრულება. და ამ 7 ეფესელმა ყრმამაც იცოდა რომ კერპებისთვის თაყვანი არ უნდა ეცა. და მეფემ მოკლედ უთხრა რომ მე როდესაც დავბრუნდებიო თქვენს ქალაქშიო, წავიდე სხვაგან შორს და რომ დავბრუნდებიო, თუ თქვენ აზრს არ შეიცვლითო, მაშინ სიკვდილი გელოდებათ. თუ კერპებს ხევს არ შეწირავთ. ეხლა ამ 7 ეფესელმა ყრმამ რა გააკეთა? ახლა უკან რომ თას ხედავთ, ხო ხედავთ? წარმოიდგინეთ, რომ იქაც იმ ქალაქთან ახლოს იყო ოქრონის მთა და წავიდნენ და ამ მთაში იყო რაღაცა მღვიმე გამოქვაბული და იქ შევიდნენ. იმისთვის შევიდნენ, რომ მოემზადონ აი ამ მოწამეობრივი აღსასრულისთვის. ჯერ სახლიდან თუ რამე ოქროდან ვერცხლი ჰქონდათ, მდიდრები იყვნენ სხვათა შორის ესენი, თუ რამე ესეთი განძეულობა ჰქონდათ, წამოიღეს და ყველაფერი გაჭირებულებს დაურიგეს, იმიტომ რომ იციან რომ ამ წუთის სოფელში მათ არაფერი აღარ ჭირდებათ, ისინი ქრისტესთვის უნდა მოწამეობრივ აღსასრულისთვის მოემზადონ. წავიდნენ ამ გამოქვაბულში შევიდნენ და ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვინც იყო იამბლიკო ერქვა, მას ჩააცეს გლახაკის ტანისამოსი და წარმოედგინეთ ახლა აი ამ მთიდან რომ გზავნიდნენ და ყოველდღიურად გზავნია რომ ამას პური ეყიდა ქალაქში. ოღონდ ესე დაძონძილები გლახაკის ტანისამოსი რომ არავის არ ეცნო. ერთხელაც და თან კითხულობდა რომ ხო არ დაბრუნდა იმპერატორი ქალაქში, რომ იმიტომ თუ დაბრუნდებოდა იცოდნენ რომ მათ გამოიძახებდნენ და კიდე ეტყოდნენ რომ კერპებს ხერხი შეწირეთ. და ერთ დღესაც მართლაც გაიგო ამ ყველაზე უმცროსმა იამბლიკომ რომ იმპერატორი დაბრუნდა ქალაქში და ქრისტიანობა იდევნება იქ ქრისტიანობის შესახებ ესე თამამად ვერ ლაპარაკობს. ახლა თქვენ რო ჯვრები გიკეთიათ, ეგრე ჯვრებს კი ვერავინ ვერ ატარებდა, ეშინოდათ ადამიანებს. ზოგი ვინც გულადი იყო და ქრისტესთვის ესე იგი
მზად იყო რომ მოწამეობრივად აღსრულებულიყო, ჯვარიც ექნებოდა და ქრისტეს შესახებაც საუბრობდა, მაგრამ ყველას ეს არ შეეძლო. ზოგს ეშინოდა და უარს ამბობდა ამაზე. და ჩამოვიდა და გაიგო რომ იმპერატორი დაბრუნდა თურმე. და მან წაიღო ეს პურები იყიდა და ავიდა თავის მეგობრებს, თავის 6 მეგობარს უთხრა რომ ასეთი ამბავია იმპერატორი დაბრუნდა და ეხლა წარმოედგინეთ ესენი უკვე ბოლო დღეა, ემზადებიან რომ იმპერატორი დაუძახებს და მათ უნდა დაადასტურონ რომ ჭეშმარიტებაა ქრისტიანობა და რომ კერპებს არ შეწირავენ მსხვერპლს. აი ამ ლოცვის დროს ისინი მოყრილი ლოცულობენ, 7-ს ჩაეძინება. და ჩაეძინება არა 1 და 2 საათით, არამედ 200 წლით დაახლოებით. წარმოიდგინეთ, იმპერატორი რომ მოვა და რომ გაიგებს რომ ესენი სადღაც მთაში არიან შეფარებულები ერთ-ერთ გამოქვაბულში, ბრძანებს რომ ეს გამოქვაბული ქვებით ამოქოლეთო, რომ ისინი შიმშილით გარდაიცვალონ, შიმშილით რომ დაიხოცონ. ეს იმპერატორიც გარდაიცვალა, ამის შემდეგ სხვა მრავალი იმპერატორიც და დადგა კონსტანტინე დიდი იმპერატორად, ეს არის უკვე 313 წელი. კონსტანტინე დიდმა გამოაცხადა, რომ ქრისტიანობა აღარ იდევნება, თვითონაც ესე იგი მორწმუნე კაცი გახდა, მას შეემთხვა რაღაც ისეთ ერთხელ ბრძოლაში მიდიოდა და ზეცაში ჯვარი გამოუჩნდა და ეწერა ამ ჯვარზე, რომ ამითი ძლიერე, ანუ ამითი დაამარცხეოთ, მას შეეშინდება ცოტა, იმიტომ რომ არ იცოდა ეს ჯვარი რას შეიძლება ნიშნავდეს და უფალი გამოეცხადა ძილში და უთხრა, რომ ნუ გეშინიაო, გამოსახეო ეს ჯვრის ნიშიო შენს დროშებზე, მუზარადებზე, ფარებზე და ასე შეიარაღებული წადი და გაიმარჯვებ. მართლაც გაიმარჯვებ. და გადაწყვიტა, რომ ქრისტეს ჯვარი ეპოვა. თავისი დედა ელენე დედოფალი გაგზავნა იერუსალიმში, ეს ჯვარი მოიძიეს და მოკლედ თვითონაც ქრისტიანი კაცი გახდა ეს კონსტანტინე დიდი და მან შეწყვიტა ქრისტიანობის დევნა და 313 წელს მილანში, იტალიის ქალაქ მილანში გამოიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ქრისტიანობა აღარ იდევნებოდა. ამის შემდეგ გავიდა კიდე წლები, დადგა მე-5 საუკუნე, იმპერატორია თეოდოსი უმცროსი. მანამდე თეოდოსი დიდი იყო, ესე დიდი იმპერატორი იყო, ღვთისმოშიში კაცი. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ დროს გაჩნდა ესეთი არასწორი სწავლება, რომ თითქოს ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით და თითქოს ქრისტიანები მკვდრეთით არ აღდგებიან. ადამიანებში, ქრისტიანებში ესეთი აზრი გაჩნდა, ცრუ სწავლება, ეშმაკმა შემოიტანა ადამიანების მეშვეობით და ნახეთ რა მოხდა. გამოეღვიძათ ამ 7 ეფესელ ყრმას 200 წლის შემდეგ. ეხლა ხო გქონია შემთხვევა, რომ გაიღვიძებ, რამდენი ხანი გეძინა ვერ იგებ. აი გაიღვიძე და ხო კითხულობ, რომელი საათია, რამდენი ხანი მეძინა, 20 წუთი მეძინა, 2 საათი მეძინა, 10 წუთი. არიცი. გამოიღვიძა და ვერ იგებენ რამდენი ხანი ეძინათ. გონიათ რომ ეხა დილა გათენდა და ხელახლა გზავნიან ამ იამბლიქოს ქალაქში, რომ ესე იგი კვლავ იყიდოს პური, რომ მოძლიერდნენ აი ამ მოწამეობრივი აღსასრულის წინ. ეხა წარმოიდგინეთ, აი დღეს რომ თქვენ რომ ტანის ამოსი გაცვიათ, 200 წლის წინ ესეთი იქნებოდა? რაღაცა სხვანაირი მოდა იქნებოდა, ხო, სხვანაირად ეცვათ ადამიანი. უბრალოდ მაშინ ეცვათ და ეხლა უფრო გახდილები დავდივართ. მაშინ ცოტა უფრო ეცვათ ხოლმე და ეხლა ცოტა გვიჭირს სამხრეთ. ყოველ შემთხვევაში, ვისაც დღესაც აცვია და მაშინაც ეცვა 200 წლის წინ, ის ტანის ამოსიც განსხვავდებოდა თავისთავად ცხადად. და კიდე რა იყო ხოლმე? აი მაგალითად, ეხლა ამ ჩვენს ხურდაზე ფულზე არ არის გამოსახული დღევანდელი პრეზიდენტი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა მონეტაზე ის პრეზიდენტი იყოს და ის მეფე იყოს გამოსახული, რომლის დროსაც ეს ფული გამოვიდა. ხო? მაშინ ეგრე იყო, რომელი იმპერატორიც იყო, ზუსტად იმის გამოსახულება იყო იმ დროინდელ მონეტაზე ხოლმე. ეხლა ამ იამბლიქოს 200 წლის წინანდელი მონეტა აქვს და ჩამოვიდა ბაზარში, უნდა იყიდოს პული. ახლა ვინმე რამეს გამოატანს პირიქით, ეს შეიპყრეს და ბრალი დასდეს, რომ შენო რაღაცა განც მიაგენიო, ძელ განცო რაღაცასო და ის მონეტა ამიტომ გაქვსო. ეს ჩამოვიდა უკვირს ძალიან.
სადღაც ჯვარია აღმართული, არა და იდევნება ქრისტიანობა იცის, რომ ჯვარს ესე ხილულად ვერავინ ვერ გამოაჩენს. სადღაც შეიძლება ტაძარიც დაინახა, იქ კიდე ჯვარი იყო გამოსახული. ფიქრობს ნეტა სხვა ქალაქში ხო არ მოხვდიო. ვერაფერს ვეღარცნობს, ახლა 200 წელი ძალიან ცვლის ყველაფერს. ადამიანებს ხო ვერაცნობს და ვერაცნობს, აბარანაირად იცნობდა. მოკლედ ასე იყო თუ ისე შეიპყრეს ეს ყველაზე უმცროსი იამბლიქო და მიიყვანეს ქალაქის მმართველთან. იქ ეპისკოპოსიც იყო ამ ქალაქის. ეს უყვება ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ 200 წლის წინ ცხოვრობდითო, მე და ჩემი მეგობრებიო. ხო და ეხლა ვინ დაუჯერებდა? ხო დაუჯერებელი ამბავია. ეხლა გაბრიელი რომ მოვიდეს და რო უთხრას 1825 წელს ცხოვრობდი მეო და ეხლაც აქავარო. ვინმე დაუჯერებს? იყვია რომ ეთყობა ამას ცოტა ვერაფარია კარგათო წყალი ჩასდის. ხო და იფიქრეს რომ ეს რაღაცა ვერ არის ჯანმრთელი მდგომარეობა, არ უჯერებენ, ფიქრობენ რომ იტყუება რაღაცას. თუმცა იქაურმა ეპისკოპოსმა ჩათვალა რომ ამ ბავშვის პირით ღმერთი რაღაცას გვასწავლის, რაღაცას გვეუბნება. გაყვნენ ამ იამბლიქოს, შევიდნენ იმ ოქლონის მთაში, გამოქვაბულში და ნახეს მართლაც ის 6 ეფესელი ყრმა მეშვიდესთან ერთად. და ყველა მიირწმუნა რომ შესაძლებელია ღმერთმა ადამიანი აღადგინოს მკვდრეთით. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეს ბავშვები 200 წლის წინ გარდაცვლილი ბავშვები არიან. მაგრამ მათ სიკვდილის ნიშანწყალი არ ეტყობათ. თითქოს არც კი დაუძინიათ, არც კი გარდაცვალებაზე ხო საუბარი ზედმეტი. ყველა მიირწმუნა ქრისტეს აღდგომა და ამ ბავშვებმა მაშინ ხელმეორედ და სამარადისოდ მეორედ მოსვლამდე კვლავ მიიწინეს, ანუ გარდაიცვალნენ. აი ღვთისგანგებულება ესეთია, რომ წარმოიდგინეთ, ღმერთმა აჩვენა ადამიანებს ცოცხალი მაგალითი თუ როგორ შეიძლება რომ ადამიანი მკვდრეთით აღდგეს და თითოეული ჩვენთაგანიც მკვდრეთით უნდა აღდგეს და მარადიულად უნდა იცხოვროს. ოღონდ ყველასთვის ერთნაირი არ იქნება მარადიული ცხოვრება. ზოგისთვის მარადიული სიხარული იქნება, ზოგისთვის მარადიული მწუხარება იქნება. ეხლა ამ წუთის ოფელში ჩვენ რაღაცა სამწუხარო ამბავი რო შეგვემთხოვა ხოლმე. სადღაც მაინც იმედი ხო არ არსებობს, რომ გაივლის ეს წუხარება, აი ფეხი იტკინე, მაგრამ იცი რომ მოგირჩება და მე გამოხვალ ისევ გარეთ. სადღაც თუ სიხარული გაქვს, იქაც იცი რომ ისიც დროებითია. სოლომონ ბრძენი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენო წუხარების დროსო არ ვფიქრობთ რომ სიხარული გქონდაო და კიდევ გვექნებაო. ანუ ზოგჯერ ადამიანს წუხარება რო აქვს, ძალიან ესე იგი აი ჩაიკეტება, გულჩათხრობილი ხდება, ესე იგი დეპრესიაშია, ფიქრობს რომ ეს აღარ დამთავრდება, გამოსავალი არ არსებობს და სწორედ მაშინ უნდა გაიხსენოს რომ არსებობდა სასიხარულო დღეები მის ცხოვრებაში და კვლავ დადგება ეგეთი დღეები და ამითი უნდა ანუგეშოს საკუთარი თავი. და როდესაც სიხარული გვაქვსო, ჩვენ გვავიწყდება რომ წუხარება იყო და ის შეიძლება კიდევ განმეორდეს. ამიტომ ნახეთ ეს რას გვაძლევს ჩვენ. გვაძლევს იმას რომ სიხარულში უნდა იყო თავშეკავებული. და უნდა იფიქრო რომ შეიძლება რაღაცა წუხარება კიდევ დადგეს. წუხარების დროს კიდევ იმედიანი უნდა იყო და იფიქრო რომ ეს გაივლის აუცილებლად. გახსოვთ ის რომ იყო მამამ რო გამოუკრა კედელზე, ყოველთვის ასე არ იქნებაო. უნდა იცოდე ადამიანმა რომ ყოველთვის ისე არ იქნება, გაივლის, ის უეჭველად გაივლის, ამიტომ იმედიანი უნდა იყო. მაგრამ ეს ამ წუთის ოფელში, მაგრამ აი მარადიულობაში არც მწუხარება არ დამთავრდება და არც სიხარული. ამიტომ აი ახლა მე თქვენ გეკითხებით, ჩვენ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ის მარადიული სიხარული მოვიპოვოთ? რა გავაკეთოთ? აი ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს რომ ეგ სიხარული მოიპოვოს? აი მაგალითად ჩვენ რატო ვიხსენებთ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას? აი რას გვარგებს დაუშვათ? ჩვენ რატო ვიხსენებთ? თქვენი აზრით. ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას რატო ვკითხულობთ, რატო ვიხსენებთ? ნუცა რატო? იმიტომ რომ მას მივბაძოთ. იმიტომ რომ მივბაძოთ, მაგრამ რატო მივბაძოთ? რას მოგცემს?
იმიტომ ჩვენ საქმეს გავაშენოთ უბრალოდ ასე. ხო, როგორც ისინი, აი მაგალითად, ეხლა წარმოიდგინეთ, ვინმე რომ მწერვალზე ავიდეს და შენც გინდა რომ იმ მწერვალზე ახვიდე. ვინც უკვე ასულია იმ მწერვალზე, ხო იცი რომ მან იცის ეს გზა როგორ უნდა ავიდეს. ან მაგალითად მწერვალს თავი დაანებე, რაღაცა დავუშვათ ვიღაცამ რაღაცა ლამაზი კაბა იყიდა. და შენ ეკითხები, სად იყიდე, როგორ მივიდე იქ? ხო ცდილობ რომ გაიგო იმის ადგილსამყოფელი, როგორ მივიდა? შენ რო არ წახვიდე და ახლიდან რო არ ეძებო ყველაფერი. აი ესე იმ წმინდანმა იცის ეს გზა. მან გაიარა თავისი ცხოვრების ეს გზა და შენ დაგიტოვა მაგალითი, როგორ უნდა მოიქცე რომ გადარჩე. როგორ უნდა მოიქცე რომ შენ ცხონდე. იმიტომაც ყველა დღეს სხვადასხვა წმინდანის ხსენებაა და ადამიანები ცდილობენ რომ მას მიბაძონ, ვინც უკვე გადარჩა და სული გადაიჩინა. ახლა ფერისცვალებას რაც შეეხება. ჩვენ თითოეული ადამიანი ვართ, ესე იგი, უამრავი ნაკლოვანებები გვაქვს. ნაკლოვანება რა არის? ეს ცუდი მიდრეკილებები, ცუდი ხასიათი, ცუდი ჩვევები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველას აქვს ეგეთი? თუ არის რომელიმე ჩვენ შორის, რომ არც ერთი ცუდი ჩვევა და ცუდი ხასიათი არ ქონდეს. აი როგორ ფიქრობთ? ახლა მაგალითად შეგიძლიათ თქვათ, რა ცუდი ჩვევა გაქვთ? შეგიძლიათ? აბა რა ცუდი ჩვევა? მოდი ესე ვთქვათ, რა ცუდი ჩვევა შეიძლება ჰქონდეს, ან რას ჩათვლიდით ცუდ ჩვევას, აი ჩვენ სწორ ბავშვებს რომ ეს ჩვევა ჰქონდეთ და რისი გამოსწორება იქნებოდა სასურველი. თქვენ რა სიტყვით? აი რა იქნებოდა ჩვენი სწორი ბავშვებისთვის დამახასიათებელი ცუდი ჩვევა, რასაც ჩვენ შევცვლიდით. აბა არაფერი? რა იქნებოდა? აბა ჩხუბი? ბილწიტყობა. შენ რას ამბობ? ჩხუბში. აი რომ ერთმანეთს რო ვეჩხუბებით, რო აღარ ვეჩხუბოთ, ხო? კიდევ რა იქნებოდა? დავით, კიდევ რა იქნებოდა? ერთმანეთის დაჩაგვრა, ხო? აბა კიდევ? თავდაბლობა ცუდია თუ კარგია? აბა შენ რას? ცუდი სიტყვები. ხო, ცუდი სიტყვების თქმა, შენ? დაცინვა. აი ხედავს ნელ-ნელა მოგვიგროვდა რაღაცები, აბა შენ რა სიტყვი? პირდაპირ მითხარ, მე ყვირილი. აჰა, მეც გამომირთეს მე. ყვირილი, ხო? შენ რა სიტყვი? ცემა, ხო? ახლა ნელ-ნელა იქით მივდიო, თუ ყვირილით არ გაიგო, უნდა ცემო მერე, ხო? მაგრამ სინამდვილეში ყვირილსა და ცემაზე მეტად ადამიანს იცი რა ესმის, სიყვარულით რომ ეტყვი. მაგრამ ყველას არ ესმის. და ვისაც სიყვარულით ნათქვამი არ ესმის, ის ვერც ყვირილით ვერ გაიგებს. ესეთი ნათქვამი არსებობს, რომ ვიზეცო სიტყვა არ აჭრისო, იმაზე არც ჯოხი არ გაჭრის. ვისაც სიტყვით ვერ გააგებინებ, ჯოხითაც ვერ გააგებინებ. მაგრამ არის შემთხვევები, რომ ზოგჯერ შეიძლება ჯოხმა უფრო არ გოს ადამიანს. ამიტომაც ახლა შეხედეთ, უფალი ჩვენ გვეუბნება ასე მოიქეცი, სიყვარულით მოიქეცი, ყველას ისე მოიქეცი შენ რომ გაგეხარდება სიწმინდით იცხოვრე, ღვთისმცნებით იცხოვრე, მაგრამ ადამიანები ამას არ აკეთებენ. მერე ნახეთ ჯოხი მოდის. ჯოხი რა არის, იცით? განსაცდელები. ადამიანს რაღაცა უბედურობები შეემთხვევა, რაღაც წარუმატებლობები შეემთხვევა, ვიღაცა ვალებში ჩავარდება, ვიღაცას ხორციელი ჯანმრთელობა შეერყევა, ვიღაცას სადღაც რაღაცა უბედურება შეემთხვევა და მერე ახსენდება, რომ თურმე ღმერთი არსებობს და უნდა სულიერად დაალაგოს რაღაცეები. ზოგჯერ ეს ჯოხი ადამიანებს შველის და ჩვენ ვაიძულებთ ზოგჯერ ღმერთს, რომ ეს ჯოხი გამოიყენოს ჩვენს მიმართ. არა და ჩვენ თუ ღვთისმცნებით ვიცხოვრებდით, ეს ჯოხი საჭირო ნამდვილად არ იქნებოდა. ეხლა როგორ უნდა მოხდეს, მე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.
აი მაჩვენე ეს წყალი ეს არა უნდა მომეთხოვა და არა ვეღარ თუ მოთხრი მაიტან кайგი მოდი კუდრაჭა ჩემთან მოდი მოდი დაიჭირე ეს რა არის თუ იცით ეს კარგი თასია და შიგნით რა და რა იცით რო წყალია ერთ შეხედვით კი არ უნდა შეაფასო იქნებ წყალი არ არის არა სითხეროა ნამდვილად აი შენ უფრო კარგად გამოიცანი რა არის ბარბარე ბორჯომი აჰა და რა იცი რო ბორჯომია სითხე წყალია ხო კარგი მაგაზე არის ნერვიულო წყალია წარმოიდგინეთ რომ ეს წყალი ისე იგაურად თქვათ ეს წყალი არის ჩვენი აზროვნება არასახთო აი ეგოისტური ამპარტავნული ეგოისტური რა არის იცი მე რომ მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ მე რომ გონია რომ ყველაზე მაგარი ვარ მე რომ ესე იგი ღვთისმცნებებით არ ვცხოვრობ არამედ ამ წუთი სოფლის ცხოვრებით აი როგორც ცხოველური პრინციპებით ვცხოვრობ ხო აი ეს წყალი წარმოიდგინეთ რომ ეგ არის და ეს რა არის და რა იცით რო ღვინოა ეს ღვინოა და წარმოიდგინეთ რომ ეს ღვინო იყოს სახთო აზროვნება იცი რა არის მე იმაზე კი არ ვფიქრობ რომ მე ვიყო კარგად და შენ თუნდაც ნარწყენი დარჩე მე იმაზე ვფიქრობ ოღონდაც შენ არ გეწყინოს ჩემს გამო რამე და თუნდაც მე დავზარალდე ეგ არის სახთო აზროვნება ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ აი წარმოიდგინეთ რომ შენ რა ქვია ელენე მე და ელენე აქ მარტო ესე 5 წუთი კი არ ვიდგებით წარმოიდგინეთ რომ იქამდე ვდგევართ სანამ თქვენ ესე იგი არ მოხუცდებით და ღრმა მოხუცებულობამდე არ შეხვალთ ხო გავწლებთ ხო და ეხლა წარმოიდგინეთ რომ აი ესე ყოველდღიურად მოიცადე ეს ბევრი მოგივათ ეგრე არავინ არ აკეთებს ყოველდღიურად ესე იგი თითო წვეთი რომ ჩადიოდეს ღვინო ამ წყალში რა მოხდება ანუ ფერს შეიცვლის ხო მართალია ეხლა ხო შეიცვალა ცოტა ფერი იქიდან კი არ ჩანს მაგრამ ხო შეიცვალა ყოველდღე რომ თითო წვეთი ჩადიოდეს საბოლოო ჯამში რა მოხდება საბოლოო ჯამში იცი რა მოხდება ეს ახლა აქ მარტო ცოტა კი არ იქნება ღვინო ბევრი იქნება ღმერთს დაულევნელად აქვს ის აზროვნება ის სოფხედველობა ის რაც ჩვენ გჭირდება ცოტა ხანში რა მოხდება იცი ეს წყალი საერთოდ გამოიდევნება აქედან და ბოლოს მარტო ღვინო დარჩება ხო მართალია ადამიანში თუ ყოველდღიურად წვეთავს ის სახთო ნელ-ნელა ჩვენგან ის წუთი სოფლის აზროვნება გამოიდევნება და დარჩება სახთო ეხლა მე თქვენ გეკითხებით იგაურად რა შეიძლება ნიშნავდეს ის რომ აქ ერთი წვეთი ვარდება ჩვენ ცხოვრებაში რა შეიძლება ყოველდღიურად რა შეიძლება ჩაეწვეთოს ჩვენს გულსა და გონებას რა აბა აი მაგალითად კი ბატონო ერთი რაღაც აი ყოველდღიურად სახარება რომ წაიკითხო კიდევ რა შეიძლება ქრისტიანობა რა აბა სიკეთე რომ გააკეთო ხო ყოველდღიურად ცოტა რაღაც სიკეთე გააკეთო შენ რა სიტყვა ყოველდღიურად რომ წაიკითხო რაღაცა წმინდანთა ცხოვრება წაიკითხო ის რომ ჩვენში შემოდის ეგ იმას ნიშნავს რომ აი როგორც ეს ღვინო ცვლის ამ წყალს მათი ცხოვრების შესახებ ის ნაწერები ჩვენს გულსა და გონებას ცვლის ამიტომაც ადამიანი არ უნდა იყოს აი ამის გარეშე და თუ ამას არ ჩავაწვეთებდით ეს ამ წყალს არაფერი არ შეცვლიდა ეს თავისით არ შეიცვლება ამიტომ ვისაც უნდა რომ ფერისცვალება განიცადოს სიკეთისგან ფერისცვალება მან არ უნდა დაიზაროს ყოველდღიურად არც სახარების წაკითხვა არც წმინდანთა ცხოვრების წაკითხვა არც ლოცვა არც მარხვა და შეიცვლება ადამიანი აი ახალი რაღაცეები მოაქვს და მოაქვს აი ხო ხედავთ ახლა ამას რა ხატია არაფერი ჭუჭყიანია ხო ჭუჭყიანი
მოიცადე გავასუფთავოთ. ეხლა რა ხატია, აბა დააკვირდით. ირემი ყოფილა, ხედა? და ჭუჭყიანი რო იყო, ხო არ ჩანდა რომ ირემი იყო. ხო და ჩვენც ესე ვარ, თურმე ერთ-ერთი დიდი მღვდელმთავარი წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენო გავართო ტალახში ჩავარდნილ მონეტას. აი ეს როგორც ეს იყო ტალახიანი, ხო დაინახეთ რომ არაფერი არ ჩანდა. ჩვენ გავართ ტალახში ჩავარდნილ მონეტას და როგორც ამ მონეტაზე ირემი იყო აღბეჭდილი, ისე ჩვენზე არის აღბეჭდილი ქრისტე. ქრისტეა თითოეულ ჩვენგანზე აღბეჭდილი. და როგორც ეს გავასუფთავეთ და ირემი გამოჩნდა, ჩვენი სული თუ განიწმინდება, ჩვენში გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. ანუ ჩვენ გავხდებით უფრო მეტად თამდაბალი, უფრო მეტად მოსიყვარულე, მიმტევებელი. თუ მანამდე ჩაგრავდი ვიღაცას, ეხლა პირიქით დაიცავ. თუ მანამდე ვიღაცას პარავდი, ეხლა პირიქით იშრომებ და შენ მოუტან სარგებელს ვიღაცას. თუ მანამდე ვიღაცას უსამართლოდ ექცეოდი, ეხლა პირიქით ყველანაირად ეცდები, რომ რამემ სინდისი არ დაგიზიანოს და სამართლიანად მოექცე. და რაც უფრო დრო გავა, ჩვენში უფრო მეტად გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. თუ ადამიანია იტყვის აღსარებას, ოღონდ აღსარებას მარტო იმიტომ კი არა რომ ეზიაროს. არამედ თუ ადამიანი ნანობს რაღაცას და აღსარებას ამბობს, ყველანაირად უნდა იცოდეს რომ ის შეცვალოს და აღარ გააკეთოს. აბა სხვა შემთხვევაში აღსარებას არანაირი აზრი არ აქვს. ნელ-ნელა ესე იგი ადამიანი ფერისცვალებას განიცდის და ნელ-ნელა ელენეც იღლება. მოდი ახლა ვის შევასხათ ეგ წყალი. აი ვით შენ ამოარჩი. ჩემს. ყველაზე მეტად ეგ გაპატიებს და იმიტომ, ხო? მეწოდება მაინც შედა. გეწოდება რომ ცხელა და შევასხათ, ხო? მიდას. ცოდოა მაინც, გამოსაცდელი არ აქვს. მადლობა, დაბძანთ. ეს ირემი წაიყვანეთ. დააბით, აჭამეთ. ეს წინაურ შაბათსაც იყო და ყოველ ვერ გაიქცა. მთაზე რამდენი ჯვარიაო და რა ვკითხე რომელ მთაზე მეთქი და ყველა მთაზეო და ყველა მთაზე ერთად რამდენი ჯვარია არ ვიცი. ეგ ღმერთმა იცის. ან ესე რო ვთქვათ, იმდენი ჯვარია, რამდენიც აღმართეს. რამდენიც გააკეთეს. წმინდა წერილში ვხვდებით იუდა მოციქულის ეპისტოლეს. ვინ იყო იუდა მოციქული? ბავშვებო, ერთი იუდა საერთოდ ისრაელში გავრცელებული სახელი იყო. და ბევრს ერქვა იუდა. იუდა მარტო ის ერთი კი არ იყო ისკარიოტელი, რომელმაც ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა. იუდა ასევე ერქვა, აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოხუც კაცს რომ ჩააბარეს იოსებს საპატრონოდ, ხო გახსოვთ? მართალი იოსები. ამ იოსებს შვილები ყავდა, 7 შვილი ყავდა. მათ შორის 4 ვაჟი. და იმ 4 ვაჟიდან ერთ-ერთი იყო იუდა, რომელიც შემდგომ იესო ქრისტეს მოწაფე გახდა, მოციქული გახდა. და სწორედ მან გაუგზავნა წერილი. ეპისტოლე წერილს ნიშნავს და ამიტომ ახალი აღთქმის კრებულში ერთ-ერთი ეპისტოლე, რომელსაც იუდას ეპისტოლე ქვია, რომელიც სულ ერთი თავისაგან შედგება, სწორედ ამ იუდას ეკუთვნის. სად გადაიხადეთ ქორწილიო? მაგას მე ჩემი მეუღლე გეტყვით ცალკე. როდის გააკეთეთ ეკლესია? ეკლესია აშენდა 11 წლის წინ. 11 წლის წინ. ეს ტაძარი, თუ ამ ტაძარს გულისხმობ თავისთავად. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ჩვენს მიერ გაკეთებული მცირედი სიკეთის საზღაურს ამ ქვეყნადვე თუ მივიღებთ ჩვენგან დამოუკიდებლად, აი ხაზი ამას გაუსვით, ჩვენგან დამოუკიდებლად, ან მე სიკეთე გავაკეთე, სულაც არ მინდა რომ გახმაურდეს, ვინმემ გაიგოს, ტაში დამიკრას, შემაქოს, სიკეთით სამაგიერო გადამიხადოს, მაგრამ ნუ ადამიანი მაინც ხედავს ამ სიკეთეს და დაუშვათ სიკეთით გადამიხდის სამაგიეროს. ვიღაცა
შესახებ სიტყვას იტყვის, ვიღაცა იტყვის, აი რა კარგად გააკეთე. დაუშვათ მე გავაკეთე სიკეთე, ოღონ ჩემ და უნებურად ვიღაცა ეს დაინახა და აღნიშნა. სხვა ადამიანების ხელით ღვთის წინაშე წარდგომი, ანუ ვიღაცა გიკეთებს სიკეთეს და ღვთის წინაშე წარდგომისასო აღარ შეეწევა ის სიკეთეები, რაც ჩვენ ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვაკეთებდით და სიკეთითვე გვიბრუნდებოდა აქვეო. ანუ თუ აქ გადაგვიხადეს სამაგიერო სიკეთით, იქო ღვთის წინაშე რო წავდგებით, ანუ ცარიელი ვიქნებითო, ეს სიკეთეები აღარ გვექნებაო. ეს სიკეთეები კვლავ გვექნება. ოღონდ თუ ესე კეთდება, როგორც შეკითხვაში იყო, რომ ჩვენ და უნებურად ჩვენ არ გვინდა რომ შეგვაქონ, ჩვენ არ გვინდა რომ გამოაშკარავდეს, ჩვენ არ გვინდა სიკეთით სამაგიერო აქვე მივიღოთ. მაგრამ ადამიანები ამას ხედავენ და სიკეთით გიბრუნებენ. წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს. არავინ არ დაიტანჯოს სულიო იმაზე ფიქრითო, რომ თუ აქ მიიღო ეს სიკეთეები, იქ აღარ დაელოდება ეს სიკეთეებიო. აქ ნაწილს ღმერთი გადაგიხდის, მაგრამ იქ უფრო მეც გადაგიხდის. მაგრამ სახარებაში წერია, რომ თუ შენი გაკეთებული სიკეთის გახმაურება შენ თვითონვე ცდილობ და აქვე შეგაქებენ და ტას დაგიკრავენ, იცოდე რომ იქ აღარაფერი აღარ გელოდება. იმიტომ რომ ამას შენი თიჩქარი. შენი თიჩქარი რომ აქვე გამოაშკარავებული იყო. ახლა მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ ადამიანმა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ. დაუშვათ ადამიანმა დათესა რაღაც, აი სიმინდი დათესა. და აქვე უნდა რომ ხალხს დაანახოს, მალევე უნდა რომ დათესა და გადათხაროს მიწა და ამოიღოს, აი დავთესა. ეხლა ის კიდე გამოიღებს ნაყოფს, ესე რომ ამოიღოს მიწიდან, არ გამოიღებს. იმას უნდა დაელოდო, სიკეთე გააკეთო, დაფარო და გამოიღებს ნაყოფს. როდის გახდით მოძღვარი და რამ გადაგაწყვეტინათო? მოძღვარი გავხდით 12 წლის წინ, სხვადასხვა ფერისცალებას. ფერისცალებას იყო ჩემი კურთხევა. 1 წლის თავზე უკვე ამ ტაძარში გადმომიყვანა მეუფე ანდრიამ. მიზეზებს რაც შეეხება, რაც ღმერთზე ვიყავი მინდობილი და როგორც მოძღვარი მაკურთხებდა, ისე ვაკეთებდი, რა თქმა უნდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არა, მაგრამ ჩემი არჩევანიც იყო, მაგრამ ესე მოხდა ბუნებრივად, ესე განვითარდა და ვფიქრობდი ხოლმე, რომ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით სოფელში, ჩვენთან ახლა ხო მაინც სასულიერო პირები ბევრი არ არის და ზოგიერთ სოფელში, ზოგიერთ რამდენიმე სოფელში ერთი სასულიერო პირი მსახურობს. ხო და ძალიან დიდი ბედნიერება იქნება თითოეული სოფლისთვის, რომ ყველას თავისი მოძღვარი ყავდეს. აი ერთ სოფელში ერთი მოძღვარი იყოს. იმიტომ რომ ეს დიდი ნუგეში იქნება ამ სოფლისთვის. ახლა ჩვენ ხო ძირითადად აქ ვართ, სადგურზე ვართ და იქ სოფლებში გვიწევს, რომ აი მაგალითად ორ კვირაში ერთხელ ჩავიდეთ, წირვა ჩავატაროთ და სად იქ რო ხარ და იქ რო ადამიანს ეგულება, რომ თუ რამე გაუჭირდება, რაღაც შეკითხვა აქვს, რაღაც სულიერი ნუგეში ჭირდება, მოვა და მოგაკითხავს, მაგრამ რო იცის, რომ ორ კვირაში ერთხელ ჩადიხარ, ძნელია, რაღაც აი ჩარბენით რო ხარ, ძალიან ძნელია, ესე იგი რა. ჩამოტარებით როა ძნელია და აი ჩადგმით როა კარგია. უფრო მარტივად რო თქვა, ვისაც ეს ენა უფრო ესმის. სახლში ყავთ ცხოველებიო, ცხოველიო, სახლში ცხოველი არ ყავს. თუმცა კი ყავს რაღაცეები დარბიან ხოლმე. ჩვენგან დამოუკიდებელად. ხან კატები დარბიან, ხან თაგვები, ხან კიდე რავი რასაც გან. ტომი ჯერი ყავს, მოკლედ, სახლში არის ხოლმე ტომი ჯერი, ხან ერთი გამოჩნდება, ხან მეორე. რა ვაშკაცო, რაღაცის თქმა უნდა და პატარა ბიჭი. ხო არ დაიღალეთ, აბა ეხლა აქ მონიტორი არ გვაქვს და ვერაფერს ვერ გაჩვენებთ ისეთ სანუგეშოს. თქვენ თუ გსურთ რაღაცაზე ვისაუბროთ, ჩვენ მზადა ვართ. ხო არა და მოდი დღეს ცოტა უჩვეულოდ მალე დავამთავროთ, თუმცა რამდენი ის არის? 35? ხვალ დილით მეუფე ანდრია მობძანდება და ყველას გელოდებით, მობძანდით, წირვას დაესწარით, თან ხო სკოლა არა გაქვთ, დასვენება გაქვთ. გამოვიყენოთ ეს დრო, ხა ვინც მუშაობს შეიძლება ვერ მოვიდეს, მაგრამ ვინც არ მუშაობს, თუ მოხდა ისე რომ
თქვენმა ბალიშმა ადრე გამოგიშვათ, ცოტა ხანი შეგელიათ, მაშინ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ. ძილს ყოველთვის მოასწრებს კაცს. ხო მართალია? ისე გვიანობამდე გძინავთ ხოლმე? აი რომელ საათამდე? იშვიათად ორამდე. ორამდე? ეგრე ადრე დგები ხოლმე? შუა დღის ორამდე. ხო, შუა დღის ორამდე ვის გაუგონია ეგრე ადრე ადგომ? 3-4-ზე უნდა ადგეყო. თბილისში ერთ-ერთ მაშინ მუშაობდი ხოლმე და იქ ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, სხვადასხვა აფხაზეთიდან იყო ტოლვილი. და ესეთი რამის თქმა იცოდა ხოლმე. ადრე ამდგომს უხაროდეს, გვიან მოსადილესაო. ანუ ადრე ამდგომს უხაროდესო და გვიან მოსადილეს უხაროდესო. რატო ამბობდა ამას თქვენი აზრით? იმიტომ რომ ადრე ადგომაც და გვიან სადილიც ეს ჯანმრთელობა. გვიან სადილი რატო? იმიტომ რომ ვახშამი აღარ მოგიწევს და ესე თავშეკავებული დაიძინებ. ახლა ღამის 11-ზე და 12 საათზე რომ ჭამ ადამიანი, ვერც ადრე ვერ ადგები და შენ ჯანმრთელობასაც ავნებ. მაგრამ თუ ცოტა თავშეკავებით ხარ საღამოს და ისე დაიძინებ, დილითაც ჯანმრთელი და ჯანსაღი გონებით ადგები და ჯანმრთელობაც უკეთესი გექნება. ამიტომ ჯობია ადრე ადგეს ადამიანი და ცოტა ადრე დაიძინოს. აი პატრიარქი ხო ესე ამბობს 12-მდე ძილიო 1 საათიო. უდრისო 12-ის შემდეგ 2 საათ ძილსო. ესმით, აი დავუშვათ 11-ზე თუ დაიძინებ და 1 საათი ხო 12-მდე, ეგ სინამდვილეში 2 საათია. აი დასვენების მხრივ. ახლა 12-ის მერე სულაც რომ პირველზე დაიძინო 2-ზე, 3-ზე და შუა დღემდე რო გეძინოს, ეგეთი დასვენებული შეიძლება მაინც ვერ იყოს. თან ახლა მთელი ცხოვრება ძილში ხო არ გაიპარება 2 საათამდე როგორ შეიძლება. შეიძლება 2-ს რო 5 წუთი აკლია მაშინაც. მოდი ეგრე დაიწყე. ზამთარში კიდე ხო ცოტა გვიან თენდება, მაგრამ ეხლა ზაფხულში 5 საათზე რო გათენებულია, 2-მდე რო იყო ცოდვა ადამიანი. ბალიში ცოდვა, როგორია ის ბალიში? კარგად არის. კარგი, მოდი შევწყვიტოთ ეხლა და ვილოცოთ და ხვალ გელოდებით წირვას.